მოგისალმებით. დაფიქრებულ ხართ ოდესმე, რა ტექნოლოგიებმა აშენა ის სამყარო, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. საქმე იმაშია, რომ ეს არ მომხდარა ერთი რამეს წყალობით. ჩვენ ვსაუბრობთ სამ გიგანტზე, რომლებმაც უბრალოდ კი არ შეცვალეს ჩვენი ცხოვრება, არამედ ფაქტობრივად ახალი რეალობა შექმნეს. მოდით, ჩავყვეთ ამ ამბავს. აი, როგორ იქნება ჩვენი გზამკვლევი. პირველ რიგში დავინახავთ დიდ სურათს, ანუ სამივე ტექნოლოგიის საფუძველს. შემდეგ სათითაოდ გავივლით ინტერნეტს, სმარტფონს და ხელოვნურ ინტელექტს. და ბოლოს, ყველაზე საინტერესო ნაწილში ვნახავთ, როგორ მუშაობს ეს სამი ერთად და როგორ აყალიბებს ჩვენს მომავალს. მაშასე, პირველი და ყველაზე მთავარი რაც უნდა გვესმოდეს, არის ის, რომ ეს ტექნოლოგიები ცალ-ცალკე არ განვითარებულა. არა, პირიქით. ისინი თავიდანვე ერთმანეთს ასაზრდობდნენ, აძლიერებდნენ და ერთმანეთის გარეშე ვერც იარსებებდნენ იმ ფორმით, როგორც დღეს ვიცნობთ. და იცით, ეს არ არის რაღაც პოეტური მეტაფორა. ჩვენ ვსაუბრობთ ფუნდამენტურ ტრანსფორმაციაზე, სრულიად ახალ საოპერაციო სისტემაზე, კაცობრიობისთვის, რომელშიც დღეს ყველანი ვცხოვრობთ. რომ გავამარტივოთ, მოდით ეს ყველაფერი წარმოვიდგინოთ როგორც ერთი დიდი, ცოცხალი ორგანიზმი. ამ ორგანიზმში ინტერნეტი არის გლობალური ნერვული სისტემა, რომელიც ყველაფერს ერთმანეთთან აკავშირებს. სმარტფონი – ეს არის მისი თვალები, ყურები, შეხების ორგანოები, რომლებიც განუწყვეტლივ აგროვებენ ინფორმაციას. და ხელოვნური ინტელექტი? აი ეს უკვე არის ტვინი, რომელიც ამ უზარმაზარ ინფორმაციას ამუშავებს და მასში აზრს პოულობს. კარგი, მოდით ცოტა უკან დავიხიოთ და ვნახოთ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ინტერნეტით. ის არის ფუნდამენტი, ის პირველი ფენა, რომელზეც დანარჩენი ორი ტექნოლოგია აშენდა. კი, ყველაფერი სამხედრო პროექტით დაიწყო, მაგრამ ნამდვილი აფეთქება 90-იანებში მოხდა, როცა World Wide Web-მა ინტერნეტი ყველასთვის ხელმისაწვდომი და გასაგები გახადა და შემდეგ დადგა Web 2.0-ის ერა, ანუ მომენტი, როცა ჩვენ მომხმარებლები უბრალოდ კი არ ვკითხულობდით, არამედ თავად დავიწყეთ კონტენტის შექმნა. გახსოვთ Facebook-ი, YouTube-ი, სწორედ მაშინ დაიწყო ყველაფერი. ცოტა არ იყოს დაუჯერებელია, მაგრამ მთელი თანამედროვე ინტერნეტი დგას ერთ გენიალურად მარტივ იდეაზე, რომელიც ჯერ კიდევ 60-იანებში მოიგონეს. იდეა ასეთია: იმის მაგივრად, რომ ერთი დიდი ფაილი გაგზავნო, მას შლი პატარა პაკეტებად, უშვებ ქსელში და ეს პაკეტები დამოუკიდებლად პოულობენ გზას ადრესატამდე. სწორედ ამ პრინციპის დამსახურებაა ყველაფერი. 5 მილიარდზე მეტი ადამიანი. მოდით ერთი წამით გავიაზროთ ეს რიცხვი. ეს არ არის უბრალოდ სტატისტიკა, ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობის ისტორიაში პირველად პლანეტის მოსახლეობის უმრავლესობა ერთიან ქსელშია ჩართული. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. ინტერნეტი, რა თქმა უნდა, არ სიგობდა, მაგრამ ის ჩვენს სამუშაო მაგიდებზე, კომპიუტერებში იყო გამოკეტილი. ნამდვილი რევოლუცია მაშინ დაიწყო, როცა გამოჩნდა მოწყობილობა, რომელმაც ეს უსაზღრო ძალა პირდაპირ ჩვენს ჯიბეებში ჩადო. პროგრესი უბრალოდ კოლოსალურია. აბა შეხედეთ, პირველი მობილური ტელეფონი თითქმის კილოს იწონიდა, მარტო დარეკვა შეეძლო და წარმოუდგენელი ფული ღირდა. დღეს ჯიბეში გვიდევს სუპერკომპიუტერი, რომელიც წამებში გვაკავშირებს ფაქტობრივად მთელ სამყაროსთან. და აი დადგა ის ისტორიული დღე. 2007 წლის 9 იანვარი. სტივ ჯობსის სცენაზე iPhone-ს წარადგენს. მაგრამ მსოფლიო მხოლოდ სენსორულმა ეკრანმა არ შეცვალა. მთავარი გარღვევა 1 წლის შემდეგ მოხდა, როცა App Store გაჩნდა. ამან ფაქტობრივად არაფრისგან შექმნა სრულიად ახალი ციფრული ეკონომიკა. რა თქმა უნდა, Apple-ს არენა ცარიელი არ დარჩენია. Google-მა საპასუხოდ გამოუშვა Android-ი, ღია ოპერაციული სისტემა. ამან გამოიწვია წარმოუდგენელი კონკურენცია. ფასები დაეცა და სმარტფონები, რომლებიც თავიდან ფუფუნების საგანი იყო, გლობალურ ფენომენად იქცა. და აი მივადექით ჩვენი სამების მესამე და ალბათ ყველაზე გარდამტეხ წევრს, ხელოვნური ინტელექტი. 10 წლეულების განმავლობაში თითქოს ჩრდილში იმყოფებოდა. მაგრამ სწორედ იმ მონაცემების ოკეანემ, რომელსაც მილიარდობით სმარტფონი აგროვებდა ინტერნეტის ქსელში, მისცა მას ის საწვავი, რომელიც აფეთქებისთვის ჭირდებოდა. დიახ, ხელოვნურ ინტელექტს საკმაოდ რთული გზა ჰქონდა. იყო დიდი იმედები, შემდეგ იმედგაცრუებები, რასაც ხელოვნური ინტელექტის ზამთრებსაც კი უწოდებდნენ. მაგრამ 2012 წელს ყველაფერი შეიცვალა. გამოჩნდა სიღრმისეული სწავლების ტექნოლოგია, რომელმაც შეძლო უზარმაზარი მონაცემების დამუშავება და იქიდან სწავლა. ამის შემდეგ პროგრესი უკვე ექსპონენციალური გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს ნახტომი ერთი კონკრეტული გამოგონების შედეგი არ არის. ეს იყო
ასე ვთქვათ, იდეალური შტორმი, მონაცემების უპრეცედენტო ნაკადი, საოცრად მძლავრი კომპიუტერული ჩიპები, ანუ GPU-ები და ბევრად დახვეწილი ალგორითმები. ეს სამი ფაქტორი ერთმანეთს იდეალურ დროს დაემთხვა. 100 მილიონი მომხმარებელი. სულ რაღაც 2 თვეში. უბრალოდ წარმოვიდგინეთ ეს სისწრაფე. ისტორიაში არც ერთ აპლიკაციას, არც ერთ სერვისს ასეთი ზრდა არ ქონია. ეს ციფრი არა მხოლოდ ტექნოლოგიის ძალაზე მეტყველებს, არამედ იმაზეც, თუ როგორი მზად ვიყავით ჩვენ, საზოგადოება ამ ნახტომისთვის. კარგი, ჩვენ განვიხილეთ სამივე საყრდენი ცალცალკე. ახლა კი ყველაზე საინტერესო ნაწილი. მოდით შევაერთოთ ეს წერტილები და დავინახოთ, როგორ ქმნიან ისინი ერთიან თვითგაძლიერებად ეკოსისტემას. აი სწორედ ეს არის ამ რევოლუციის ძრავა. დაკვირდით, ეს არის უწყვეტი ციკლი. ინტერნეტი გვაკავშირებს, ჩვენი smartphone-ები აგროვებენ მონაცემებს, ამ მონაცემებზე ხელოვნური ინტელექტი სწავლობს და უფრო ჭკვიანი ხდება, ხოლო უფრო ჭკვიანი AI ქმნის უკეთეს აპლიკაციებს ჩვენი smartphone-ებისთვის. ხედავთ, თითოეული კომპონენტი მეორეს აძლიერებს და ეს პროცესი მუდმივად ჩქარდება. და იცით, ჩვენ ამ სინერგიას ყოველდღე ვეხებით, ხშირად ისე რომ ვერც კი ვაცნობიერებთ. როცა Spotify გთავაზობთ სიმღერას, რომელიც იდეალურად გერგებათ, ან როცა Google Maps-ის საცობს აგარიდებთ, ეს მაგია არ არის. ამის უკან სწორედ ამ სამი ტექნოლოგიის, ინტერნეტის, smartphone-ისა და AI-ის უხილავი თანამშრომლობა დგას. თუმცა ასეთ უზარმაზარ ძალას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი და სერიოზული კითხვებიც მოჰყვება. ვის ეკუთვნის ჩვენი მონაცემები? რამდენად სამართლიანია ეს ალგორითმები? რა ბედი ეწევა სამუშაო ადგილებს? ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხი ყველამ ერთად უნდა ვიპოვოთ, რათა ეს მომავალი ყველასთვის უკეთესი იყოს. და ბოლოს, ყველაფერი სწორედ ამ ერთ კითხვამდე დადის. ჩვენ ცხოვრობთ ეპოქაში, როცა ხელთ გვაქვს ინსტრუმენტები, რომლებზეც ჩვენი წინაპრები ვერც კი იოცნებებდნენ. არჩევანი იმისა, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ წარმოუდგენელ ძალას, კარგად თუ ცუდად, მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. დაფიქრდით ამაზე.